თბილისის ცენტრში ჩაცხრილული 27 წლის ახალგაზრდის მკვლელობაში ეჭვმიტანილს ამ დრომდე ეძებენ. მკვლელის ვინაობა დადგენილია გავრცელებული ინფორმაციით ის ანალოგიური დანაშაულისთვის წარსულში ციხდი და სასჯელს და ციხიდან ცოტა ხნის წინ იყო გამოსული. მკვლელობას, რომელიც აბაშიძის ქუჩის 50 ნომერში გუშინ საღამოს მოხდა, თვითმხილველებიც ჰყავს. ამ ეტაპზე ვრცელდება მხოლოდ წინასწარი ვერსია, რომლის მიხედვით ლაშა მახარაძეზე თავდასხმის მიზეზი უთანხმოება გახდა. ბოლო 5 დღეში ეს დედაქალაქში უკვე მესამე გახმაურებული მკვლელობა. სწორედ კრიმინოგენულ ვითარებას მიეძღვნა პარლამენტის საშემოდგომო სესიის პირველი სხდომის ერთი ნაწილი, რომელიც მალევე ურთიერთბრალდებებსა და მწვავე კრიტიკაში გადაიზარდა. საპარლამენტო უმცირესობა შინაგან საქმეთა მინისტრის გადაყენებას ითხოვს, თუმცა პრეტენზიებს არ იზიარებენ ოპონენტები. ანალოგიურია ალექსანდრე ჭეკაიძის მოადგილის პოზიციაც, რომელიც დღის ბოლოს სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს. თამარ გოგესაშვილი განაგზობს ახლა საუბარს პირდაპირ ეთერში. თამარ, პირველ რიგში რა დეტალები ამ დროისთვის ცნობილი მკვლელობასთან დაკავშირებით? სავარაუდო ეჭვმიტანილის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტრო არ ავრცელებს, თუმცა უწყებაში აცხადებენ, რომ მისი ვინაობა უკვე დადგენილია და მიმდინარეობს ოპერატიული სამძებრო ღონისძიებები. ჭიკაიძის უწყებამ აბაშიძის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობა დღეს გახსნილად გამოაცხადა. 27 წლის ლაშა მახარაძეს ცეცხლსასროლი იარაღით აბაშიძის ქუჩაზე ესროლეს. შემთხვევა გუშინ დაახლოებით 19 საათსა და 40 წუთზე მოხდა. თვითმხილველების თქმით, გარდაცვლილი მარტო გადაადგილდებოდა, რა დროსაც ავტომობილიდან ესროლეს. ყურადღება მერე მიიქცია მანქანის სწრაფ რეჟიმში დაძვრა და ერთ-ერთი ბიჭის ჩქარმა სიარული, ანუ გაქცევა. ბიჭი იყო უკვე ძირს ეგდო აი ამ ადგილას. და ორი ხმა იყო და ორი ნატყვი არ იქონდა. შემდგომ იქნა გამოძახებული სასწრაფო, მაგრამ სასწრაფო არ მოვიდა ძალიან დიდ ხანს. ბიჭი უსებ ოპერატიულად მანქანაში ჩასვეს და წაიყვანეს ემერჯენსში. გავიგონე ორი გასროლის ხმა. ხმის მიმართულებით გავიხედე და ვინახე ახალგაზრდა ბიჭი დაეცა ტროტუარზე. აი ამ მაღალი შენობის ქუჩის შენობის კიდეში. სხვა არაფერს გეტყვით, ანუ ეს ბიჭი იყო ფეხით, არ იყო მანქანით და მოდიოდა, როგორც ჩანს, ქუჩაზე ჩამოდიოდა. ყოველ შემთხვევაში მიმართულება აქეთ ჰქონდა. სხვა პირები თუ შენიშნეთ ვინმე? სხვა პირები მიმდებარედ აბსოლუტურად არავინ არ იყო. ცეცხლსასროლი იარაღით მამაკაცის დაჭრის შესახებ ინფორმაცია 112-ში 19 საათსა და 50 წუთზე შევიდა. შეტყობინებიდან 8 წუთში შემთხვევის ადგილზე მისულ მედიკოსთა ჯგუფს პაციენტი არ დახვდათ. თვითმხილველების ინფორმაციით ლაშა მახარაძე საავადმყოფოში მეგობრებმა წაიყვანეს. დაახლოებით 19 საათსა და 50 წუთზე შემოვიდა გამოძახება 112-ში. გამოძახების მოტივი იყო მამაკაცის დაჭრა. სამედიცინო დახმარების ბრიგადა 19 საათსა და 58 წუთზე გამოცხადდა შემთხვევის ადგილზე, მაგრამ პაციენტი დახვდა წაყვანილი კლინიკაში უკვე თვითმოქალაქეების მხრიდან. კარგ დროში ვართ მისულები. ექიმების ინფორმაციით ლაშა მახარაძე სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებების სამი ჭრილობა მუცლის, ერთი კი გულმკერდის არეში ჰქონდა. რეანიმაციული ღონისძიებების მიუხედავად პაციენტი გარდაიცვალა. პაციენტი შემოვიდა 20 საათსადან 5-ზე გულის გაჩერებით. არ იყო სუნთქვა, არ იყო ცნობიერება, ანუ შემოსვლის მომენტში ფიქსირდებოდა კლინიკური სიკვდილი. მრავლობითი დაზიანება იყო მუცლის ღრუში შემავალი, მათ შორის მუცლის აორტის დაზიანებით. და რეალურად გარდაცვალების მიზეზი აორტის დაზიანება. დიდი რაოდენობით სისხლის დანაკარგი. გარდაცვლილს სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა. ექსპერტ კრიმინალისტებმა კი მკვლელობის ადგილი შეისწავლეს. ავტომობილზე, რომელიც დღესაც აბაშიძის ქუჩაზე დგას, სპეციალისტებმა საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს. თვითმხილველების თქმით, გარდაცვლილი სწორედ ამ ავტომობილში ჩაჯდომას ცდილობდა. ჯერ უცნობია ამოიღეს თუ არა სამართალდამცავებმა იმ ვიდეოკამერების ჩანაწერები, რომელიც შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზეა დამონტაჟებული. ამ სათვალთვალო კამერის ჩანაწერი შესაძლოა საქმის ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულება გახდეს. ის შემთხვევის ადგილიდან დაახლოებით 5 მეტრის მოშორებითაა დამონტაჟებული და სწორედ იქეთაა მიმართული, საიდანაც სავარაუდოდ გასროლა მოხდა. ლაშა მახარაძის ნათესავები და მეგობრები მკვლელობის სავარაუდო მოტივებზე კამერასთან არ საუბრობენ, თუმცა მათი ვერსიით სავარაუდო დამნაშავე გარდაცვლილს იცნობდა და მკვლელობა შესაძლოა შურისძიებას უკავშირდებოდეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ კი უკვე დაადგინა სავარაუდო დამნაშავის ვინაობა და მის დასაკავებლად ოპერატიული სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს. ესეც გახსნილია, ბოლო ინფორმაციას გაწვდით, დადგენილია პიროვნება და მიმდინარეობს ოპერატიულ სამძებრო საქმიანობა. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 100 მერვე განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს, რაც 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
დღეს კიდევ ერთი კრიმინალური შემთხვევის შესახებ გახდა ცნობილი ვარნის რაიონის სოფელ ფერეთაში ორმა ნიღბიანმა არველაძეების ოჯახი დააყაჩაღა, როგორც ოჯახის წევრები ამბობენ, ნიღბიანებმა მცირეწლოვან ბავშვს ხელებით ცხელი უთოთი დაწვეს და სწორედ ამის შემდეგ წაიღეს ძვირფასეულობა. სიტუაცია არის აღმაშფოთებელი, არის ძალიან საშიში და იმ ზღვარზე მისული, როდესაც ადამიანებს გვეშინია, რომ ჩვენი ოჯახის წევრების გარეთ გასვლა შეიძლება დასრულდეს სახიფათოდ. ეს არ არის ნამდვილად გასაკვირი და ეს არის ჩვეულებრივად შედეგი ოცნების, მთავრობის უნარო პოლიტიკის. ამიტომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სახელით ჩვენ მოვითხოვთ, რომ დაუყოვნებლივ პრემიერ-მინისტრმა გადააყენოს ალექსანდრე ჭიკაიძე დაკავებული თანამდებობიდან, რომ ეს საგანგაშო სიტუაცია ოდნავ მაინც შერბილდეს. საქართველო იყო პირველ ადგილას ევროპაში პატიმართა რაოდენობის მიხედვით, დღეს არის დაახლოებით 10,000 პატიმარი და სტატისტიკას, რომელსაც ჩვენ ვაკვირდებით, აჩვენებს, რომ გასულ პერიოდთან შედარებით შემცირებულია დანაშაულის რაოდენობა და გახსნის კოეფიციენტი არის მაღალი. არ არსებობს საზოგადოება, სადაც არ ხდება სამწუხაროდ დანაშაული, მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი ახსნა. ციფრები მეტყველებს და ფაქტები მეტყველებს სხვა რამეზე. დღეს ნაციონალური მოძრაობის წევრებმა მოითხოვეს შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომა და დღესვე ასევე სოციალური ქსელით ვრცელდებოდა არაოფიციალური სტატისტიკა აგვისტოს თვეში მომხდარ კრიმინალურ შემთხვევებთან დაკავშირებით და ასეთი არაოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, რომელიც მედია საშუალებებით გავრცელდა მთელი თვის განმავლობაში, 12 შემთხვევა დაფიქსირდა როგორც მკვლელობის, ასევე დაჭრის შემთხვევები. დღეს ნაციონალური მოძრაობის წევრებს უპასუხა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ და აღნიშნა, რომ მათი განცხადებები არის პოლიტიკურად მოტივირებული და ემსახურება უწყების დისკრედიტაციას. ლევან იზორიას მტკიცებით, სტატისტიკა არ გაზრდილა და 2011 წელს აგვისტოს თვეში იყო 11 შემთხვევა მკვლელობის დაფიქსირებული და სწორედ ასეთი მაჩვენებელი ფიქსირდება მიმდინარე წლის აგვისტოშიც. არავით არის საფუძველი იმისთვის, რომ ვიფიქროთ, რომ კრიმინოგენური მდგომარეობა გაუარეს და არ არსებობს, ამისთვის მე მინდა სტატისტიკა მოვიხმო. კერძოდ 2011 წლის აგვისტოს თვეში სამწუხაროდ ზუსტად იგივე რაოდენობა გქონდა მკვლელობისა, კერძოდ 11 მკვლელობა, როგორიც გვაქვს ამა წლის აგვისტოს თვეში. თუ ინტერესი აქვს ნაციონალურ მოძრაობას ჩაიწეროს სიზუსტისთვის და თუ უნდობლობას უცხადებს ამ სტატისტიკას დღეს, როდესაც გახსნის მაჩვენებელი გვაქვს და დღეს, როდესაც გაშუქების მაჩვენებელი 100%-იანი გვაქვს თითოეული ციფრებში და შეადაროს აი ამ ჩვენ სტატისტიკას. სამართალდამცავებმა კიდევ უფრო მეტი უნდა გააკეთონ კრიმინალთან ბრძოლაში და მაქსიმალური სიმკაცრით უნდა იყოს დაჯილი ყველა ბოროტმოქმედ, რა თქმა უნდა, კანონის ფარგლებში. ლაშა მახარაძის ნათესავები და ოჯახის წევრები არაკეთებენ კომენტარს მკვლელობის ვერსიებთან დაკავშირებით. ეს არ არის ოჯახის ერთი ტრაგედია. გასულ წელს ლაშა მახარაძის ძმა ოჯახთან ერთად, მცირეწლოვან შვილთან და მეუღლესთან ერთად ავტოსაგზაო შემთხვევისას გარდაიცვალა. ოკეი, შემოხტარი გახმაურებული მკვლელობის შესახებ თამარ გოგესაშვილი საუბრობდა პირდაპირ ეთერში.